ეხლა საბოლოოდ გასაგებია, რატომ ატარებს უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ცალკეულ შეხვედრებს უკრაინის შეიარაღებული ძალების არმიის კორპუსების მეთაურებთან. თავდაცვის მინისტრის ფედოროვის გათავისუფლების შემდეგ ეს უბრალოდ ფრონტზე არსებული მდგომარეობის ანგარიშები არ იყო. ეს იყო ახალი მთავარსარდლის უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის წარდგენა. რადგან როგორც Financial Times უკრაინის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება, შემდეგი ვინც გადადგომის რიგშია, თავად უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ალექსანდრ სირსკია. ზელენსკი განიხილავს მის გათავისუფლებას იმ ფონზე, როგორც Financial Times წერს, მისი პრეზიდენტობის განმავლობაში სამხედრო ხელმძღვანელობის ყველაზე დიდი კრიზისის დროს. და აი რა არის ნიშანდობლი. ერთი კვირის წინ ზელენსკიმ აირჩია სირსკი ფედოროვის ხარჯზე, ხოლო დღეს უკვე სირსკის შემცვლელს ეძებს. რა შეიცვალა ერთ კვირაში? შეიძლება ქუჩა მიმოქმედა, შეიძლება პროტესტებმა იმოქმედა. ამ გამოშვებაში ვისაუბრებთ, როგორ გადაიზარდა ფედოროვის მხარდამჭერი პროტესტები მთავარსარდლის წინააღმდეგ კამპანიაში და როგორ აიძულა პრეზიდენტი პოზიციის შეცვლა. ვის განიხილავენ თავად ალექსანდრ სირსკის შემცვლელად და რატომ შეიძლება ეს მოხდეს? გახდეს მთელი სამხედრო ხელმძღვანელობის მასობრივი წმენდა და როგორ ჯდება ამ ყველაფერში ახალი სიგნალი. ეხლა რუსეთი ამზადებს მობილიზაციას მინიმუმ 500,000 ადამიანისთვის. მოდით ყველაფერს ერთად გავერკვეთ. ჩემი სახელი ალექსეი პეჩი და სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ ეს YouTube არხი. ჩვენ მივდივართ 300,000 გამოწერის ნიშნულამდე. ამიტომ პირადად მადლობას გეტყვით თქვენი გამოწერისთვის. მოგეხსენებათ, სულ რამდენიმე დღის წინ ჩვენ ერთად განვიხილავდით მიხაილ ფიოდოროვის გადადგომის თემას. მე ვამბობდი, რომ ზელენსკიმ დახურულ ფრაქციაზე ხალხი მსახურის პარტიაში თქვა, რომ კარგი იქნებოდა თუ ფიოდოროვიც და სირსკიც უნდა გაეშვათ. და მაშინ გვიგვირდა, რატომ აირჩიეს სწორედ ფიოდოროვი, ხოლო სირსკი დატოვეს. და აი დღეს Financial Times ახალ ინფორმაციას ავრცელებს, რომელიც შოკის მომგვრელია. პრეზიდენტის ადმინისტრაციის წყაროების თქმების თქმით, ზელენსკი მზად არის სირსკიც გაათავისუფლოს თანამდებობიდან, მაგრამ ერთი პირობით. თუ იპოვის მეთაურს, რომელიც უზრუნველყოფს უფლებამოსილების გლუვ, ასე ვთქვათ, შეუფერხებელ გადაცემას და ამასთან ერთად შეძლებს მთელი ფრონტის ხაზზე, რომლის სიგრძეც 1200 კილომეტრზე მეტია, თავდაცვის შენარჩუნებას. ანუ საუბარი არ არის იმაზე, გაათავისუფლონ თუ არა ალექსანდრ სირსკი, გადაწყვეტილება ფაქტობრივად უკვე მიღებულია. საუბარია იმაზე, რომ ფრონტი არ ჩამოიშალოს მაშინ, როცა ერთდროულად იცვლება როგორც თავდაცვის მინისტრი, ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი. და სწორედ ამისთვის პრეზიდენტი იკრებს მეთაურებს. ჩვენ ვაკვირდებით, რომ უკვე მეორე დღეა, მასთან სათითაოდ შედიან სხვადასხვა არმიის კორპუსისა და პოლკის მეთაურები ანგარიშის ჩასაბარებლად. Financial Times პირდაპირ წერს, რომ ამ შაბათ-კვირას ზელენსკი სამხედროებს ხვდება, რათა მოისმინოს მათი შეფასება ბრძოლის ველზე არსებულ მდგომარეობაზე და ჩაატაროს გასაუბრება მთავარსარდლის პოსტზე კანდიდატებთან. ანუ ეს უბრალოდ ფრონტზე ანგარიშების მოსმენის მცდელობა არ არის. არა, ეს სწორედ Financial Times-ის ვერსიით ასეა. გასაუბრება. ანუ ეს არის სწორედ ის სმოტრინები, რაზეც ჩვენ თქვენთან საუბრობდით. უკრაინული წყაროების მიხედვით კანდიდატებთან ინტერვიუები სწორედ შაბათ-კვირასაა დაგეგმილი, ანუ 18 და 19 ივლისი. თუმცა შეგახსენებთ, 17 რიცხვში უკვე იყო გარკვეული თათბირები და ზელენსკიმაც ერთი საინტერესო დაპირება დადო. ზელენსკიმ დაადასტურა, რომ მოისმინა საბრძოლო მეთაურობის მოხსენებები ყველაზე დაძაბულ მიმართულებებზე არსებულ სიტუაციაზე და დაანონსა უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის ხდობის თომის გამართვა. ეხლა კი მთავარი მომენტი, რომელსაც Financial Times პირდაპირ ასახელებს და რომელიც თლიანად ცვლის გასული კვირის სურათს. ციტირებას ვახდენ. ალექსანდრ სირსკის გათავისუფლების განხილვა პრეზიდენტმა ზელენსკიმ მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც პარასკევს საღამოს მიხაილ ფედოროვის გათავისუფლების გამო დაწყებული პროტესტები გადაიზარდა უფრო ფართო კამპანიაში, უკვე მთავარსარდლის წინააღმდეგ. ათასობით უკრაინელი გამოვიდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროტესტი ბოლო წლებში. ხალხი მთავარსარდლის მხარდასაჭერად. სირსკი, წადი. და ეს ქუჩა და არა კულუარული ინტრიგები. Financial Times-ის ვერსიით სწორედ ეს გახდა ფაქტორი, რომელმაც პრეზიდენტი ზელენსკი აიძულა დაფიქრებულიყო უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის შეცვლაზე. ანუ რამდენიმე დღის წინ ზელენსკი სირსკის ხარხარეს დადგა ფიოდოროვის წინააღმდეგ, ხოლო ფიოდოროვი ფაქტობრივად საზოგადოებამ ეს გადაწყვეტილება გადაახმა. ყოველ შემთხვევაში ასე წერს Financial Times. და რომ გავიგოთ, რატომ აირია ყველაფერი ასე, მოდით ერთი ნაბიჯით უკან დავბრუნდეთ და მოვისმინოთ, რა სხვება თავად ფიოდოროვ. მოკლედ შეგახსენეთ, ბრიფინგზე თავისი გათავისუფლების შემდეგ მან თავარი გაამხილა.
სწორედ ალექსანდრ სირსკიმ წაუყენა უკრაინის პრეზიდენტს ულტიმატუმი: ან მთავარსარდალი, ან თავდაცვის მინისტრი. ფიოდოროვის თქმით, მან ზელენსკის შესთავაზა რადიკალური საკადრო გადაწყვეტილება. ერთდროულად შეეცვალა როგორც მთავარსარდალი სირსკი, ასევე გენშტაბის უფროსი გნატოვი, ანუ ორივე ერთად. ნიშნულოვანია ფიოდოროვის ფორმულირება, ციტატა: ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს. თუ გვინდა მტერი ასიმეტრიულად დავამარცხოთ, მინიმალური დანაკარგებით. ფიოდოროვის თქმით, მაშინ ზელენსკიმ ამ ცვლილებას მხარი არ დაუჭირა. ეხლა კი დეტალი, რომელიც ხსნის, რატომ შეიძლება სირსკის შეცვლა არ იყოს მხოლოდ ერთპიროვნული და გადაიზარდოს მასშტაბურ ცვლილებაში. მაგრამ მე ვიტყოდი მასობრივ წმენდას ან შეიარაღებული ძალების მთელი ხელმძღვანელობის მასობრივ შეცვლას. გაიხსენეთ, რას თქვა ზელენსკიმ დახურულ შეხვედრაზე ხალხის მსახურის ფრაქციასთან. უკრაინსკაია პრავდას ინფორმაციით. ციტატა: სწორად რომ ვთქვათ, ორივე უნდა გაეთავისუფლებინათ, როგორც ფიოდოროვი, ასევე სირსკი, მაგრამ ეხლა ორივეს გათავისუფლებას ვერ შეუძლებ. ანუ პრეზიდენტმა თავად აღიარა, რომ მთავარსარდალი შესაძლებელია, უბრალოდ ვერ შეძლო ეს ერთდროულად თავდაცვის მინისტრთან ერთად გაეკეთებინა, რომ ყველაფერი ერთიანად არ დაენგრია. მაგრამ ცალსახად თავდაცვის მინისტრთან ერთად, რომ ყველაფერი ერთიანად არ დაენგრია. ეხლა ის მართლაც აცილებს სირსკის. თუ ჩვენ ვენდობით Financial Times-ის მონაცემებს, ლოგიკურია, რომ შესაძლებელი იქნება მთელი მისი გუნდი. როგორც უწოდეს, საპროტესტო აქციებზე, პოსტსაბჭოთა ბლოკს, მათ შორის უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს. აი ამ თემაც არ არის გასაკვირი, თუ მართლაც გაგრძელდება ასეთი ჯაჭვური რეაქცია და მოხდება მთელი უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობის შეცვლა. გაგრძელება. საერთოდ რა არის ამ კონფლიქტის ძირეული მიზეზი? ამას შესანიშნავად ჩამოაყალიბა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ანტიკორუფციული საბჭოს თავმჯდომარემ ვეტერანმა იური გუდიმენკომ. ეს, როგორც მან თქვა, ციტატა, არის კონფლიქტი ახალგაზრდა ტექნოკრატსა და გენერალს შორის, რომელიც ძირითადად პოსტსაბჭოთა სამხედრო სკოლას წარმოადგენს. ფედოროს სურდა ყველაფერი დაეციფრებინა, მეთაურების ეფექტიანობა მონაცემებით გაეზომა, არმია ტექნოლოგიებსა და დრონებზე აეგო. სირსკი, ძველი ვერტიკალის წარმომადგენელი, ზემდგომებს მოახსენა, რომ ყველაფერი კარგადაა. და ეს ორი სამყარო, როგორც თავად ფედოროვმა განაცხადა, უბრალოდ პირისტალი ერთმანეთის გაგონება. აქ უნდა გავიხსენოთ აზოვის ყოფილი შტაბის უფროსის ბოგდან კროტევიჩის გამანადგურებელი ციტატა. ის მთლიანად ხსნის ეგრეთ წოდებულ ძველი სკოლის პრობლემას, რომლითაც სირსკი ხელმძღვანელობს. შემდეგ მოდის მისი ციტატა. რუსებმა თავის არმიაში ტყუილი სადღაც 2024 წლის დასაწყისში შეწყვიტეს. მათ ტყუილი შეწყვიტეს, ხოლო ჩვენ დავიწყეთ. აი სწორედ ამ ზემოთკენ მიმართული ტყუილის კულტურის წინააღმდეგ, რომელსაც პოსტსაბჭოთა გენერლების სკოლა განასახიერებს, აღდგა ახალგაზრდა ოფიცრობა. კელი ის საქმე. ათობით არასაბრძოლო სიკვდილი. როგორც ახლა თავადვე სამხედროები აცხადებენ, სწორედ ამავე ადგილიდან მოდის. ეხლა ვისაუბროთ იმაზე, ვისაც ალექსანდრ სირსკის ადგილას განიხილავენ. და აქ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ საინფორმაციო სივრცე ეხლა უბრალოდ სავსეა. Поле кишит сейчас просто вброс. ეხლა მაგალითად ალექსანდრ სირსკის მხარდამჭერები და შესაბამისად ფედოროვის მოწინააღმდეგეები უკვე აღწელებენ უზარმაზარ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს ფედოროვმა $100,000 მსოფლიო მედია მოისყიდა. რომლებმაც სწორედ პროტესტების ფონზე დაიწყეს მის შესახებ პოსტების წერა, დაიწყეს თენთელი სტატიების გამოქვეყნება. თითქოს აი ასე შეუძლებელია. ზოგიერთები გაკურებულები იყვნენ იმით, რომ პროტესტი დაიწყო და საათნახევარში ონლაინ გამოცემა The Economist-ში მთელი სტატია გამოვიდა ფედოროზე და პროტესტებზე. და ხალხი გაკურებული იყო, როგორ შეიძლება საათნახევარში მასალის შექმნა. მარტივად. სწორედ ეს არის რეპორტიორის საქმე, რომელიც ასე სწრაფად უნდა რეაგირებდეს და აშუქებდეს სიტუაციას. Plus, ერთ პატარა საიდუმოს გაგიმხელთ. ყველა რედაქციას აქვს გარკვეული წინასწარ მომზადებული ინფორმაცია. მართლა არსებობს ეს წინასწარ მომზადებული მასალები იმისთვის, რომ მაშინვე შეძლო აქტუალური ინფორმაციის მიწოდება და წინასწარ მომზადებული ტექსტიც მიამატო. აი სტატიაც. ძადა. წინასწარ მომზადებული მასალა გულისხმობს იმ ინფორმაციას, რომელიც კონკრეტულ მოვლენას არ უკავშირდება. მაგალითად, აღწერს ფიოდოროვს, აღწერს თავდაცვის სამინისტროს, აღწერს მის რეფორმებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი უკვე დიდი ხანია წინასწარ მომზადებულია. ეს საერთოდ არ არის საიდუმლო. ნებისმიერ რედაქცია ასე მუშაობს. აი ესე და აქაც დაიწყეს წერა, რომ თითქოს, ნახეთ, მსოფლიო მედია წერს ფიოდოროვზე, იცავს ფიოდოროვს, ეს ნიშნავს, რომ ესა და ეს ხალხი გამოყოფენ ფულს პროტესტებისთვის. აი ეს ფული გამოიყოფა დაკვეთილი სტატიებისთვის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ, ესეთი მხარეც არსებობს. ამას ვერ გამორითხოთ. მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს საინფორმაციო ტალღა ეხლა ვრცელდება. აი ესე. ამავე დროს ოფიციალურ კანდიდატთა სახელებს სირსკის ადგილას იგივე Financial Times არ ასახელებს. იქ უბრალოდ წერენ, რომ მიმდინარეობს გასაუბრებები. უკრაინულ საინფორმაციო სივრცეში უკვე განიხილავენ რამდენიმე ფიგურას,
ახალი თაობის წარმატებული კორპუსის მეთაურებიდან. იმავე ადამიანებს, რომელთა ასიმეტრიულ ფილოსოფიასაც მიხაილ ფედოროვი პოპულარიზაციას უწევდა. მაგრამ კონკრეტული გვარები სანდო წყაროებში ჯერ არ სახელდება. ამიტომ მეც არ დავასწრებ მოვლენებს. განსაკუთრებით მინდა გაგაფრთხილოთ. რუსული საინფორმაციო არხები უკვე ავრცელებენ ინფორმაციას და სხვადასხვა ვერსიებს. მაგალითად, თითქოს ზელენსკი მთავარსარდლად დანიშნავს დაზორვის ხელმძღვანელ ბუდანოს. აი ასე. ეს გავრცელდა TASS-ის წყაროებზე დაბრუნებით. ანუ ეს კრემლის დეზინფორმაციაა და არა რაიმე დადასტურებული ინფორმაცია. და შესაბამისადაც უნდა მოვეკიდოთ. რეალური კანდიდატები ცნობილი გახდებიან ამ შაბათ-კვირის შემდეგ. ჯერჯერობით კი გულწრფელად აღვნიშნავთ, რომ კანდიდატი დასახელებული არ არის. მიმდინარეობს შერჩევა. და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სირსკის შეცვლა მზადდება, მოდის Financial Times-იდან. ნიშნულოვანია კიდევ ერთი ნიუანსი. სირსკის დასავლეთში და უკრაინულ მედიაში უკვე დიდი ხანია მკაცრი მეტსახელით კასაბი მოიხსენიებენ. პოზიციის ნებისმიერ ფასად შენარჩუნებისადმი ერთგულების გამო, რასაც კრიტიკოსები დიდ დანაკარგებთან აკავშირებენ. ხოლო Financial Times ამ მეტსახელს პირდაპირ იყენებს. ანუ სირსკის შეცვლა ასევე სამხედრო ფილოსოფიის შეცვლასაც ნიშნავს. ფედოროვის ფორმულირებით ნებისმიერი ფასით პოზიციების შენარჩუნებიდან ასიმეტრიულ გამარჯვებამდე მინიმალური დანაკარგებით. ეს უფრო იდეოლოგიური შემოbrunებაა და არა უბრალოდ სკამების გადანაცვლება. ეხლა კი იმის შესახებ თუ რატო არის ამ ქაოსის ტაიმინგი განსაკუთრებით საშიში. ან ვიტყოდი, განსაკუთრებით ნიშანდობლივი, როგორც მომზადების ეტაპი რაღაც უფრო დიდისთვის. რადგან ეს მთელი ქაოსი ზუსტად იმ დროს ვითარდება, როცა რუსეთი ახალ დარტყმას ამზადებს. უკრაინის დაზვერვის მონაცემებით კრემლი ამზადებს 500,000-ზე მეტი ადამიანის მობილიზაციას, 9,500,000. ეს ახალი დიდი შეტევის ტალღის მანიშნებელია. და უკრაინა მას ხვდება იმ მდგომარეობაში, როცა მას ერთდროულად ეცვლება მთელი სამხედრო პოლიტიკური ხელმძღვანელობა. ანუ, თავდაცვის მინისტრი გათავისუფლებულია, მიმდინარეობს ახალი მთავარსარდლის განხილვა, კითხვის ნიშნის ქვეშაა გენშტაბი. ხოლო უმაღლესი რადა, შეგახსენებთ, ხოლო 18 აგვისტოს შეიკრიბება. აი ეს არის მომენტის მთელი სიმწვავე. ერთი მხრივ, რუსეთი ამ შემოდგომაზე აყალიბებს 9,500,000-იან მობილიზებულ მუშტს, მეორე მხრივ, უკრაინა ამ ყველაფრის ფონზე ომის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურ საკადრო ცვლილებებს ატარებს სარდლობაში. აქ ჩდება სწორედ ის კითხვა, რომლის გამოც Financial Times წერს უფლებამოსილების შეუფერხებელ გადაბარებაზე. ან როგორ შეცვალონ უზარმაზარი ფრონტის მთავარსარდალი, ისე რომ მტერმა ამ გარდამავალ მომენტით არ ისარგებლოს. ეს ოპერაცია, როგორც ამბობენ, ღია გულზე, თანაც სირბილის დროს. ანუ ეს სუპერ ჩაძნელია. და მე მესმის, რომ ახლა ალბათ რაღაც გადაადგილება მომწიფდა. ეს უნდა გაკეთდეს, მაგრამ ისე ზუსტად ქირურგიულად უნდა გაკეთდეს, რომ ღმერთმა არქნას არანაირი დანაკარგი არ ეკოს. ამასთან ერთად გულწრფელად და პანიკის გარეშე არსებობს მეორე მხარეც. იმავე მეთაურებმა, რომლებიც ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოისმინა, მას აცნობეს, როგორც თავად პრეზიდენტმა თქვა, რუსეთის ჯარების დეგრადაციისა და უკრაინული ნაწილების ნორმალურ ლოგისტიკურ უზრუნველყოფაზე. ანუ ფრონტი არ ინგრევა, ინიციატივა რამდენიმე ადგილას უკრაინის მხარესაა და მთავარსარდლის შეცვლა ქვემოდან საბრძოლო ოფიცრების ზეწოლით აუცილებელი არ არის სისუსტე იყოს. ეს შეიძლება იყოს გამაჯანსაღებელიც, ანუ როგორც მას უწოდებენ, ზემდგომებისთვის ტყუილის კულტურის მოცილება, სანამ ახალ რუსულ დარტყმას მიიღებენ. მოდით შევაჯამოთ. ამგვარი სურათი ასეთ მკაფიო სიუჟეტურ ხაზად ყალიბდება. თავიდან სირსკიმ ულტიმატუმით ფიოდოროვის გათავისუფლება გაიტანა და მოიგო. შემდეგ ქუჩაში ხალხი გამოვიდა მოედანზე შეძახილით სირსკი წადი და თითქოს ეს გადაწყვეტილება შეცვალა. აქ შეფასებებში ფრთხილად უნდა ვიყოთ. ეხლა Financial Times-ის მონაცემებით პრეზიდენტი მთავარსარდალ სირსკის შემცვლას ეძებს და კანდიდატებს სწორედ ამ შაბათ-კვირას ათვალიერებს. ანუ ადამიანი, რომელიც რამდენიმე დრის წინ აპარატული ომის გამარჯვებული იყო, ანუ სირსკი, დღეს შესაძლოა შემდეგი იყოს ვინც წავა. და ეს ზელენსკის საკუთარი აღიარებით თუ ამსჯელებთ, ორივე უნდა გაეთავისუფლებინათ. და ეს დასასრული არ არის. ეს უფრო ფართოწმენდის დასაწყისია. შესაძლოა გენერალური შტაბის მიმართულებითაც კი. და ასე უნდა გავიგოთ, რომ თუ ეს მართლაც მოხდება. ეხლა ყველა დასავლური მედია წერს, რომ ეს იქნება ფილოსოფიის შეცვლა. პოზიციების ნებისმიერ ფასად შენარჩუნებიდან მინიმალური დანაკარგებით გამარჯვებაზე გადასვლა. ამაზე მოთხოვნა ქვემოდან მოვიდა, ანუ ახალგაზრდა კანდიდატებისგან და პროტესტის მონაწილეებისგან. ეხლა ერთი კითხვა რჩება და ის კრიტიკულია. მოასწრებს თუ არა უკრაინა ამ მასშტაბური სარდლობის შეცვლის გატარებას გლუად და სწრაფად, სანამ რუსეთი თავის დაპირებულ 9,500,000 მობილიზებულს
ბრძოლაში ჩართავს. ახალი უმაღლესი მთავარსარდლის შერჩევა. თუ Financial Times დაუჯერებთ, სწორედ ახლა მიმდინარეობს. ასევე უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის ხდომაც მოახლოებულია. ამიტომ ვაგვირდებით სიტუაციას. როგორც ჩანს, მთლიანად მთელი ხელმძღვანელობა შეიცვლება. აქ წერტილს ვსვამ. თქვენი აზრი და დასკვნები კომენტარებში დაწერეთ ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააცკაპუნეთ ზარზე და არ დაგავიწყდეთ ლაიკის დაჭერა. ამით დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე, ყველას დროებით.